მამაო დაგვიცეთ მადი დაწყალობა დაგოცოთ მეთქვა მამაო შობის შესახებ რას გვეტყვი თუ შეიძლება შობა მოდის და ადამიანებს აინტერესებს და 2009 წინ ისაია წინასწარმეტყველმა წინასწარმეტყველა მაცხოვრის შობა ასევე დანიელმა 2004 წინასწარმეტყველმა 2004 წინ ასევე სამონები რომელიც დაიწერა 3000 წლის წინ ნაცინასწარმეტყველები უფლის შობა და ეს უფლის შობა მარტო 7 იანვარს კი უნდა გვასწორდეს და 7 იანვარზე კიდე ახლა ზოგს ქართულება აქვს რომ 25 დეკემბერსა იშოვდა რატომ 7 იანვარსა ივლისის კანდიდ 7 იანვარი არის 25 დეკემბერი და ძველი მასკა ძველი სტილით და ამ ივლისის კანდიდ ხდება სეცუიცას გარდამოსვა 2004 საუკუნიდან დღემდე ასევე ხდება წლის კურთხება აი მთელ მსოფლიოში ნებისმიერ ადგილას რა იყო წყალი 19 იანვარს თუნდა ამერიკაში თუნდა საფრანგეთში თუნდა საქართველოში თუნდა თურქეთში ნებისმიერ ადგილას დედამიწაზე გარეთაც რა იყოთ წყალი მთელი მსოფლიოს წლები კურთხება ძველი სტილით ასევე მე-4 საუკუნიდან დღემდე 19 იანვარს დინარი იორდანი არა სიდიდით პატარა მე ვიყავი იქ და ყველაზე ძას უკან ეხებს აწერია სამონებში რომ მაცხოვარი როცა მოინათლებოდა რომ დინარი უკან დაიხევდა და ეს უკან დახევა ხდება ყველაზე ძას და ხდება იერუსალიმის პატრიარქის ლოცვის შემდეგ ამასაც ვამახვილებ ყურადღებას პატრიარქის ღვთისმსახურს იმიტომ რომ ჩვენ ყველა ეკლესიის წევრები ვართ ღვთისმსახურები ვართ მაგრამ მაინც უნდა იყოს პატრიარქის ღვთისმსახური და ამასაც ვლაპარაკობ იმიტომ რომ ბოლო 2 წელია მეტი თუ არა დარტყმა ხდება ღვთისმსახურებზე და ღვთისმსახურები რომ ღმერთის წამხდელის არა ჩვენ ახლა ვეძოს ვევითებით მეთი მაგრამ გეუბნებით რომ ნათლობა რაცა უცილებელია ხდება ჩვენ ხელით აღსარება ზიარება ჩვენ ხელით და აღსარება ზიარებასაც გამომახვილებ ყურადღებას რომ მორწმუნეები ვართ ქართველების 95% 90 მაინც ამ დროს აღსარება ზიარება ესმის მარტო 10-15%-ს და თქვენ უნდა იცოდეთ რომ შობა იქნება დღესასწაული თუ აღდგომა იქნება თუ ყოველკვირა დღესასწაულია იმისთვის არის რომ მოემზადოთ აღსარება ზიარებისთვის სტრესი რაც გაქვთ ნერვოზი რაც გაქვთ ან ცოდვისკენ მიდრეკილება ზოგი ლოთებას ზოგი წამას ვერ ამარცხებს ყველაფერს დაამარცხებს შირი აღსარება და ზიარებით რაც შეეხება შობას მარტო 7 იანვარს 25 დეკემბერს კი უნდა გვასწორდეს თუ სიტუაციაში ვარ უნდა გვასწორდეს რომ მაცხოვარმა აიშია ბაგა თავის შობისთვის ასევე თუ შვილი გვაქვს გადაცვლილი ყველაზე დიდი კიბილია ესა მშობლებისთვის უნდა გაგვიხსენოთ ფიშებელი ჯვარცმის წინ ასევე თუ ვიღაცა მკტრობს და სანამ არ იქნება ნორმოსა ფიზიკური და სულიერი ყოველთვის იქნება მორწმუნეებისთვის აი 12 მოწმიდან 11 ეწამა მაგრამ შენ თუ ქრისტიანი ხარ თუ შეგიბროს ძულმა რაცა უნდა ტრადიციები დამცველი იყო იცი ვიცოდი რომ ვერ მოხდები 60-ში იმიტომ რომ 60-ში არის სიყვარული სუფევა და ეს რომ ტერიც გიყვარდეს ეს სასაცილო კი არ იქნება შენთვის შენთვის თუ გულში ღმერთია შეგეცოდება ადამიანი თუ არასდროულად აზროვნებს ან მე ვახსოვს ჩემი თავი ზოგიერთი ყოფაქცევის ადამიანი არ მიყვარდა კი ამწუდა მაგრამ არ მიყვარდა მაგრამ როგორც კი წავიქცა სახარებაში რომ ყველა ადამიანი არის მაგალითი რაც ამ დამწვრიაში იყოს ამოიღებდა გაწმინდა და მაგალითად რჩება და როცა დავიწყე წმინდანების ცხოვრების კითხვა დავინახე რომ ვიღაცა ჯადოქარი იყო ვიღაცა მეზავი იყო გუში იყო ვიღაცა მკვლელი იყო და ჩემზემეც მიაღწია მოსიშავმა მარიამ ეგვიპტელმა და ეს რეალობა გახდა ჩემთვის რომ ყველა ადამიანი ცხადდება მაგრამ ეს მარტო სწორნი კი არ ხდება ეს ხდება მადლით და მას ხუბლოთ როგორც ითხარით აღსარებას ზიარების საიდუმლოთი და რაც შეეხება შობა არის მთავარი დღესასწაული ამერიკა და ევროპაში და გამოვიღოთ ეს ახალწელს ხდებიან ჩვეულებრივად და რაღაც განსაკუთრებით ერთმანეთს მიუნოცოთ ეს ახალწელი უნდა ვიცოდეთ ახალწლის პირველი დღე ბოლო დღე ყველაფერი კეთილდღეობა დამოკიდებულია ღმერთზე ამიტომ შევიყუროთ დროს არ არის დამოკიდებული ეს გვერდის წელზე ვეფხვის წელზე დამოკიდებულია ყველაფერი ღმერთზე და ღმერთმა მოგცეს ცოცხალი რწმენა ერთად აგოცოთ გაგახაროთ დიდი მადლობა